მე ვარ დავით ჭაბუკაშვილი, საქართველოს ჰელსინკის კავშირის წევრი 90-იანი წლების და ვარ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართველთა დიდი გაერთიანება მამული ენა სარწმუნოებისთვის. ეს არის ზეპარტიული, არაპარტიული გაერთიანება და რატომ შეიქმნა მოგახსენებთ თუნდაც მაგას რომ აი რისთვის შეიქმნა, რატომ შეიქმნა და რა აუცილებლობა იყო ამისთვის. მოკლედ ამის აუცილებლობა დააყენა იმან რომ ახლა საქართველოს ისტორიაში მრავალჯერ ყოფილა უმძიმესი ჟამი, მაგრამ დღეს შეიძლება ჩვენ ვთქვათ რომ ერთ-ერთი უმძიმესი ჟამია მთელი არსებობის მანძილზე. ფაქტიურად უსესხლოდ კარგავთ ქვეყანას, უხმლოდ შემოდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და პირდაპირ ფულით ყიდულობენ ტერიტორიებს, გაყიდულია საქართველოს უდიდესი ნაწილი და დანარჩენი მცირე ნაწილსაც ემუქრება გაყიდვა, აბსოლუტურად ისერჩება ქართველიერი თამაშგარ მდგომარეობაში თავის სამშობლოში და შემდეგ ამას მოყვება ყველაზე დიდი შეტევა ასევე მართლმადიდებლობაზე, მართლმადიდებულ ეკლესიაზე. ამიტომ ჩვენ შევქმნით ქართველთა დიდი გაერთიანება. ჩვენი მიზანია გადავარჩინოთ საქართველო აი ამ უმძიმეს მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ, დაქსაქსულიერი გავაერთიანოთ და ის ტრიადა რაც არის ილიასეული მამული ენა სარწმუნოება, ამისკენ მოუმართოთ ქართველიერი, დავიცვათ ჩვენი სამშობლო და დავიცვათ ჩვენი მართლმადიდებლობა. ჩვენი პატრონი არავინ არ არის, ჩვენ ვართ ობოლიერი, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ უნდა გადავარჩინოთ საქართველო, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მართლმადიდებლობა. აი ამისთვის შეიქმნა ქართველთა დიდი გაერთიანება.